მე ვიცი რომ ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს თქვენს გადაცემებს და არის უკიდურესად შეშფოთებული, იმიტომ რომ რეალურად ის რაც ხდება დღეს ამ ორი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ყველაზე გავლენიანი უნივერსიტეტისთან მიმართებაში ამ რაღაცა ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის გამოწვევა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის, მაგრამ არანაკლები გამოწვევა არის უამრავი ადამიანისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა ამ უნივერსიტეტებს, მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება და უამრავი შრომა ამას და დღეს ისინი ფაქტიურად არიან, ასე ვთქვათ, სრულიად უუფლებოდ დატოვებული. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი აზრით მთავარი, ყველაზე უფრო შემაშფოთებელი, ყველაზე უფრო ამაზრზენიც კი მე ვიტყოდი აი ამ ხელისუფლების დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს არის მათი დამოკიდებულება ხალხის, ადამიანების და მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ კიდევ ერთხელ გითხრა, რომ არაფერს არ წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში, არიან აბსოლუტურად უუფლებო და იძულებული იქნებიან დაემორჩილონ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ივანიშვილის დაკვეთით მიიღებს ვიღაცა დაჯგუფება ხალხის, რომელიც საკუთარ თავს ეძახის ჩვენი ქვეყნის მთავრობას, იმიტომ რომ თქვენ გითხეთ რა არის ამოცანა და მიზეზი, რატო ხდება მოდი დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, რეალურად ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება, დაშლა, მისი ასე ვთქვათ, წაშლა და განადგურება. მიზეზი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის ერთადერთი, ეს არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ საკუთარი სრულიად წარუმატებელი პროექტი, რომელიც ქუთაისში ასე ვთქვათ, განახორციელა ტექნოლოგიური ახალი სასწავლებლის სახით, ეს დასვას ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, ბიუჯეტის ხარჯზე, რომ შეინახოს ეს საქართველოს გადასახადის გადახდელებმა და ამისთვის სჭირდება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გაუქმდეს. აი ეს არის მთელი ამ ასე ვთქვათ, მთელი ამ ამბის დასაწყისი, შუაგული და ბოლო. არაფერი საერთო ამას არ აქვს უნივერსიტეტის მომავალთან, განათლების რეფორმასთან, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვესმის, რომ რეალურად განათლების რეფორმასთან რო იყოს ეს კავშირში, სწორედ იმ ხალხთან უნდა ყოფილიყო ძალიან გრძელი მსჯელობა ამ ინიციატივის გამოცხადებამდე, ვინც ქმნიან ამ განათლებას, ხო, როგორც ასე ვთქვათ, პროდუქციას საზოგადოებისთვის და ეს პირველ რიგში არიან ის პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც ამ უნივერსიტეტში მუშაობს და რომლებსაც ორივე უნივერსიტეტში უთხრეს, რომ თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ, რექტორებიდან დაწყებული, სხვათა შორის, მინდა ხაზი გაუსვა, რექტორიდან დაწყებული, კარისკაცით დამთავრებული, ორივე ამ უნივერსიტეტში ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ყველა ამ მოქალაქეს, რომ თქვენ არ ხართ არავინ, მე რაც მჭირდება იმას გავაკეთებ და თქვენი აზრი არ მაინტერესებს და ამიტომ ადეკვატური პასუხი ამაზე საზოგადოების უნდა იყოს ერთადერთი რამ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. და სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, არაფერი სასიკეთო სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არც განათლების სფეროში მოხდება, არც ეკონომიკის განვითარებაში და არც სხვა რაიმე მიმართულებით, იმიტომ რომ პრივატიზირებული ერთი ადამიანის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ვერასდროს ვერ მოემსახურება საქართველოს მოქალაქის ინტერესებს. კი ბატონო. და ქალბატონ სალომე, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. იურიდიულ კომიტეტზე დღეს უკვე განიხილეს, ხვალვანზე ეგ სავარაუდოდ სესიაზეც გაიტანენ და ვხედავთ, რომ აი ძალიან დაჩქარებულ წესით ხდება მოკლედ აი ამ კანონპროექტის მიღება. პირველ რიგში მითხარით, რა სიტყვით, რატომ გაამწვავა ხელისუფლებამ სიტუაცია, ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში მყოფი, არასამთავრობო თუ სხვა მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, ისაც დღეში იყვნენ და ეხლა დამატებით უკვე სისხლის სამართალი შემოიტანა ამ ამბავში და ხალხს წლობით ციხე ემუქრება თუ პოლიტიკურ აქტიურობას გადაწყვეტენ. აი რა უნდათ რეალურად და როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, მათ შორის შეიძლება ისეთსაც, რომელიც ეხლა გვიყურებდეს, გვისმენდეს და ფიქრობდეს, რომ მას არ შეეხება. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შემთხვევითი არ არის სხვათა შორის, რომ ერთდროულად გამოაგორეს, ასე ვთქვათ, ეს ორი
ინიციატივა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მადლობა შეკითხვისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ უზარმაზარ პრობლემას, რომელიც დღეს იქნება ქვეყანაში ახალი კანონმდებლობით, რომელიც სადაც ქვია გრანტების კანონმდებლობის ასე ვთქვათ გამკაცრება, მაგრამ რეალურად საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს, რომელსაც აქვს შემოსავლის წყარო დაკავშირებული უცხოეთთან, თუნდაც ეს იყოს გზავნილები საკუთარი ოჯახის წევრებიდან. ამიტომ მე ამ კანონს არაფერი საერთო ამ კანონს არ აქვს არც საქართველოს ინტერესებთან, არც საქართველოს მოქალაქის ინტერესებთან. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ საქართველოს რეალობა გადააქციოს აი იმ ვითარებად, სადაც მოხდება ბოლომდე საზოგადოების დამონება და დამოუკიდებელი საზოგადოებაში. არა, აქ თავი დავანებოთ, პარტიებზე უკვე აღარ არის საუბარი, აღარ არის საზოგადოებრივ რაღაც ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფინანსური დამოუკიდებლობის მქონე ადამიანი, რომელიც ისარგებლებს თავისი დამოუკიდებლობით მათ შორის იმისთვის, რომ იყოს პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქართული ოცნების აი ამ რეჟიმისგან, ეს არის არასასურველი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. მათ უნდათ რომ გაანადგურონ ქვეყანაში ყველანაირი დამოუკიდებელი საწყისი, საერთოდ რომ მოქალაქე რო იყოს დამოუკიდებელი, მოქალაქე რო არ იყოს მონა და განსხვავება რა არის? მონას და მოქალაქეს შორის განსხვავება ძველი რომის დროიდან და ძველი რომაული სამართლის დროიდან არის ის, რომ მოქალაქეს, რომელსაც აქვს ცენზი, მათ შორის ქონებრივი, მას აქვს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. და ბიძინა ივანიშვილის ამოწმანა არის, რომ გააუქმოს საქართველოში როგორც მოქალაქის ცნება და ამას სჭირდება, რომ ადამიანი იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული თავიდან ბოლომდე, პური ვერ შეჭამოს. თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ის მშიერი მოკვდეს, რომ ადამიანმა იცოდეს, რომ ის მშიერი მოკვდება და არ ქონდეს არანაირი დამოუკიდებლობა, მათ შორის ფინანსური. აი აქეთკენ მიყავს ამ რეჟიმს ჩვენი საზოგადოება, რომელიც 30 წელიწადზე მეტია ცდილობს, რომ შექმნას დამოუკიდებელი არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ მოქალაქეც, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ეს ამას ემსახურება ყველაფერი ის, რასაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს და ამიტომ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ რითი უნდა დაუპირისპირდეთ ამას, ძალიან მარტივია. კიდევ ერთხელ, ყველა შეკითხვაზე პასუხი დღეს საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც არის ღარიბი, დაუცველი, რომელსაც მაღალი ფასები აქვს, რომელიც სამსახურს ხვალ სავარაუდოდ დაკარგავს, იმიტომ რომ ივანიშვილმა ესე გადაწყვიტა, უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი ეს არის ხელისუფლების შეცვლა და დემონსტრირება იმის, რომ საქართველოს მოქალაქე მონა არ გახდება და ვერ გახდება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ხელით. ამიტომ პროტესტი ასე ვთქვათ, უარი შეგუებაზე და ძალიან ხმამაღალი პროტესტი არის ერთადერთი პასუხი იმ ყველაფერზე, რასაც დღეს საქართველოში ხდება. კი ბატონო, აი ეფექტური რომ იყოს უფრო მეტად პროტესტი, ამისთვის რა არის საჭირო? მაშინ ქალბატონ სალომე, ამ ნაწილზეც გადავიდეთ, რომ აი იმ საბოლოო მიზნამდე რაც ახსენეთ თქვენ ხელისუფლების ცვლილება, აი ეს მოხდეს და ის რაც ხდება, რამდენად არის საკმარისი? მე არ მგონია, რომ მე ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხვდება, რომ დღეს რაღაცა სახიფათო ზღვარზე გადის ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ სახელმწიფო როგორც ესეთი ჩემი აზრით, სახელმწიფო დღეს ქვეყანაში ფაქტიურად გააუქმა ივანიშვილმა, იმიტომ რომ როდესაც პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც მას და მის ქონებას დაიცავს, ხო, როგორც მაგალითად გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მიაღებინა პარლამენტს მთელი რიგი კანონები, როდესაც მისი პირადი რაღაცა პროექტის განსახორციელებლად უქმებენ ასობით 1000 ადამიანს პოტენციურად სამუშაო ადგილს და სანაგვეზე აგდებენ ორ მთავარ უნივერსიტეტს ჩვენი ქვეყნის თავის პერსონალის ჩათვლით ეუბნებიან, რომ თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ, იქ სახელმწიფოზე ლაპარაკი ეხლა ცოტა უკვე რთულია. ჩვენ ეხლა ვართ ცოტათი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც
ესეც საქართველოს სახელმწიფო ყოფილა ისტორიაში ჩვენ მომენტები, როდესაც ჩვენ სახელმწიფო არ ქონდა, მაგრამ ჩვენ ქონდა რაღაცა ეროვნული იდენტობა. ეხლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ქონდა სამოქალაქო იდენტობა და იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო გაგვიუქმა ბიძინა ივანიშვილმა ფაქტიურად რუსეთის დავალებით, ჩვენ ვაჩვენოთ მსოფლიოსაც, ვაჩვენოთ ერთმანეთს და ვაჩვენოთ ჩვენს შემდეგ თაობებს, რომ ჩვენ შევდექით როგორც საზოგადოება და ეს მოითხოვს, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, უფრო აქტიურ მონაწილეობას პროტესტშიც, უფრო აქტიურ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებასაც, მათ შორის სხვადასხვა ფენებიდან საზოგადოების, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მსხვერპლი აი ამ ყველაფრის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ყველა გახდება, ყველამდე მივა ეს პროცესი და ყველას ცხოვრებას გაანადგურებს, ვინც არ გადაწყვეტს, რომ დატოვოს ქვეყანა და უცხოეთ შეაფაროს თავი. ამიტომ ჩემი აზრით უნდა მოძებნოს დღეს საზოგადოებაში ყველა სხვადასხვა ფენამ, სხვადასხვა პროფესიულმა კავშირებმა გზა როგორ უნდა გააპროტესტოს ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში და ქვეყანაში დღეს რაც ხდება, ეს არის მოქალაქის ცნების გაუქმება. მე მინდა რომ ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, იმიტომ რომ მათ შორის ეს უნივერსიტეტების თემა და ბევრი სხვა თემა, ეს არის ამ მთავარი დაავადების სიმპტომი და მთავარი დაავადება ეს არის მიტაცებული ძალაუფლება რუსი ოლიგარქის მიერ, რომელმაც სახელმწიფო გაგვიუქმა და გვიუქმებს ახლა უკვე მოქალაქეობრივ უფლებებს და მოქალაქის ცნებას აუქმებს საერთოდ ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, და ქალბატონ სალომე, კიდევ ერთი თემა, რაზეც მინდა რომ შეკითხვა დაგისვათ, ეს ეხება დებატების ამბავს, თავად ხელისუფლება აღმოჩნდა ამ საკითხის ინიციატორი. პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენს პოლიტიკურ გუნდთან ხომ არ ყოფილა თავად ხელისუფლების ან სამთავრობო მედიის მხრიდან შეთავაზება, რომ რამე ფორმატში გესაუბრათ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, აი ვცდილობ გავარკვიო რა პრინციპით არჩევენ, ესე ვთქვათ, მოდებატე პირებს. მე მგონი გასულ კვირას არ ვიცი თქვენთან ეთერში თუ სხვაგან თქვი, რომ საკუთარი აი ეს ხელისუფლება, რომელიც უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს არის რაღაცა სასაცილო, საცოდავი სანახაობა, რომ აი ეს სასაცილოდ აიგდებდა კობახიძე თავს ამ თავისი ინიციატივით, იმიტომ რომ აღმოჩნდებოდა, რომ არც ერთ ნამდვილ ოპოზიციასთან, არც ერთ ნამდვილ არამხოლოდ ოპოზიციასთან, ასე ვთქვათ, კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებრივ ჯგუფთანაც კი, ვინ უნდა დაჯდეს დებატებში, აი ამ უვიცი, არაფრის მცოდნე და მონებისგან დაკომპლექტებული რაღაცა დაჯგუფებიდან, ვინ გაბედავს, რომ დაჯდეს, ვინმე პოლიტიკოსთან კი არა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი არის და რეალური ფიგურაა პოლიტიკური, არამედ ნებისმიერ მოქალაქესთან. ხო იყო მიმართვა, რომ ახალგაზრდების ჯგუფი მზად არიან, რომ დასხდნენ დებატებზე, მაგრამ ვინ გაბედავს, ამას ხო სჭირდება, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად მოსურველი არ უნდა იყო და ბოლომდე არ უნდა იყო მტყუანი და არაფერი სათქმელი ასე ვთქვათ, რომ აღარ გაქვს ეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს შენ საზოგადოებასთან, როგორც ეს ქვეყანა, ეს მთავრობა არის დღეს, მაგრამ გარდა ამისა, რაიმე ინტელექტუალური შესაძლებლობები უნდა გქონდეს, რომ დაჯდე სადმე დებატებზე და ვინ უნდა დაჯდეს, გადახედეთ აი ამ შემადგენლობას, ვინ დარჩა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მონობას არ შეიძლება დაეთანხმოს ვინმე ადამიანი, რომელიც მოაზროვნე კი არა, ნახევრად მოაზროვნე მაინც არის და ამ უვიცი აბსოლუტურად არაფრის მცოდნე ხალხისგან ვინ გაბედავს, რომ დაჯდეს რეალურ ოპოზიციასთან, ან რეალურ ოპონენტთან, ან რეალურ გამართულ მოქალაქესთან დებატებში. ცხადია, რომ ვერავინ და ამიტომ მე თავიდან ვთქვი, რომ დისკუსია ამაზე უნდა მიიღოთ ხო არა მონაწილეობა ამ დებატებში უაზრობა იყო, იმიტომ რომ ეს ხალხი არც აპირებდა არასდროს რეალური დებატების, ასე ვთქვათ, დებატებში შესვლას ვინმესთან, ვინც რეალურად დამოუკიდებელია, ან რაიმე წონა აქვს, ან პოლიტიკური, ან ინტელექტუალური.